უღრმესი მადლობა და აი ახლა კი სტუდიაში მინდა მოვიწვიო პროექტ ნიჭიერის ფინალისტი უკვე, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ნიჭიერი გახურებულია. ბატონო და ფინალურ სტადიაზე. დიახ, ჩემო ბატონო და აი კიდევ გუშინ წინ სამშაბათს გამოვლინდა ერთი ფინალისტი კიდევ ბატონი იასონ ქამაშიძე, იგივე ხელვაჩაურელი ჰალკი. მადლობა იასონ ბატონო რომ გვესტუმრეთ. ესე იგი მინდა აღვნიშნო რომ თავიდან სხვისკენ ვიყავი, მაგრამ ხელი რო ჩამომართვა უკვე თავიდან ბოლომდე. ბატონო. აბა შენიც. ესე იგი ბატონო იასონ კიდევ ერთხელ გავმეორდები მეს და მადლობა რომ მობრძანდით გამონახეთ დრო, იმიტომ რომ ძირითადად რაღაცეებს ეწევით ხოლმე და დრო არა გაქვს თქვენ ფიზიკურად. ძალიან ბევრი რაღაცეები გაქვთ გაწეული, გამოწეული, გაკაჩული, გამოკაჩული. მაგრამ მე აქ რაღაც კითხები კი მომიტანეს, მაგრამ ეხლა გამიჩნდა კითხვა. ერთია რომ რაღაცას ეწევით კარგად. გამოგდით, ხო? რა იყო ჩამონათვალე? რა ვიცი რა გინდა ესე იგი იახტა მანქანა ბეტონმზელი ტრაილერი მატარებლის ვაგონები სამასვალი სატვირთო სამასვალი და მიქსერ მანქანა ერთად გადაბმული გაწეული მაქვს. ხო და ასე შემდეგ. არა, რაღაც უნდა დამესო კითხვა, მაგრამ დამავიწყო. და იცი რა მაინტერესებს? ეს ერთია რომ ამას მოკიდებთ ხელს თუ კბილებით ეწევით? ხრებით. არა, იმიტომ რომ ადრე იყო კბილებითაც ეწეოდნენ ამას, ხო არ ეგეთი? ხო, არიან. მაინც არ ცადოთ ეხლა თქვა რა გაგიკეთებიათ, მე არ თქვა პაატან თქვა და როგორ არ უნდა გავაკეთო. ანუ ესე იგი წყალქვეშა გემი რაღაცებს ეწევით, ჩოულები, ხო? ხო. კი. ჩხუბში რამდენად გადგება თუ თქვენი მიმართულება მაინდა-მაინც აი ეს კლასში პატარები ძალას ვიყენდე მხოლოდ სიკეთეში. არა, გასაგებია, მაგრამ პატარა რო იყავით ჩხუბი ხო მოგსვლიათ. კი, ბავშვობაში კი როგორ არა. აი როდი შეამჩნიეთ რომ რაღაცა სხვა რაღაცა ხდება თქვენ. სხვაზე მეტი ცხენის ძალები რო გაქვთ. იყო ეს ამბავი. რამე ხო არ გიწყით რო გელაპარაკე? არა, როგორ ანუ იმის თქვა გვინდა პატა სავარაუდოდ იმას გეკითხებოდა რომ ანუ ვარჯიში ეს ახლა ნუ მესმის რომ ბუნებრივათაც ძლიერი იყავ, მაგრამ ხო ვარჯიში შედეგიც არის ის რომ კი რა თქმა უნდა ვარჯიში შედეგიც არის კი ბატონო. ანუ ხოლმე როცა მოვიყრებოდით ბიჭები უბანში თვითონ ხელვაჩაურში ვცხოვრობ, იქ იყო ძალისმიერი გამორჩეული ვიყავი მაინც ძალისმიერად და ანუ მთხოვდე რომ მანქანას თუ დაიჭერა ასეთი მსგავსი იგენი კითხვები მოდიოდა. და ანუ მანქანას წევდი. ხო, მანქანას თუ ანუ მანქანას ჩააგდებდა ზათში, ხო და უნდა დამეჭირა ხო რომ არ წასული იყო მანქანა ადგილზე ვაბუქსავებდი. ანუ აქიდან აღმოვაჩინდე ჩემი ძალები ნენელა და მე დავიწყე მანქანების სედანის პატარების გაკაჩვა, მარშრუტკებიდან ნენელა გავზარდე რა ტრაილერი და ასე შემდეგ მანი ვაგონები შეგედაც ხელვაჩაურში ცხოვრობ, მაგრამ თუ მეიდოვებს დააგრავს ხელს ამებას გადაიტანს მაშინ რა ქვია ბათუმში ეს გადმეიტანს სახს ხელვაჩაურში აიტანზევით ვერ ვაბავ თავს რაღაცებს მინდა, მაგრამ ვერ ვაბავ თავს. არა მე მაინც იქ ვარ რომ აი რა ვიცი ხლა აი გვინახავს ხო ინტერნეტ სივრცეში რაღაცას მოკიდებენ რაღაცა ქილას დახურულს იქ ვაკუუმი რო რთული აი გახეთქვა რაღაცებს აკეთებთ ალბათ ხო კოკაკოლის ბოთს რო უჭერენ ხელს თუ ხრები კი არ მიცდია მაგრამ შემიძლია რომ აი ხო ხედავთ ისეთ რაღაცებს გევნებით მაინც არ ცადოთ თუ არ კიდე არა ეს გახეთქვაზე სხვებია და იასონ ბატონი არის გაწევაზე მატარებლის ვაგონს რო ვამბობთ რამდენი ჩაბმული ვაგონია 7 ვაგონი 7 ვაგონი თვითონ ელმავალი რაც თვითონ
ბატა მოვისმინე 7 ვაგონი და თვითონ არ მესმის თორე მინდა რომ გავიგო რა. არა რაც გეუნები 7 ვაგონს ეწევა იასონი და თვითონ ის ლოკომოტივი რაც არის ის 9-ზე მეც ვერ ხარ დედა რა გავაკეთე ვაგონი მატარებლის დიდები ჩვეულებრივი სტანდარტულს გულისხმო? კი, სხვადასხვა ტონაჟობის არის რა. ხო, იქნება ეგენი დიდია. ესე იგი იმ დღეს ერთი ისტორია მინდა გავიხსენო. იმ დღეს მატარებელს ველოდებოდით რა, ველოდებოდით და დააგვიანა მატარებელმა. შეუძლია რატო დააგვიანა და თურმე დენის ასულა და იასოს მოყავს. ხაჟურიდან ჩამოვიდა და ხორცად დაგვიანებ. მენი რა კრას ადამიანი. ისე შემოიასონ ახლა კიდე ერთი იდეა მინდა მოგაწოდოთ რა. თუ არ შეიძლება გაიკეთებია კიდე ნიძლავზე ხო არ გაგიწევიათ რამე? ალბათ მოიგებდით ყველაფერს. ნიძლავზე არ მაქვს გაკეთებული. არა, ბიჟა რო ახსენეთ ბიჭებმა აბა იზავს თუ არაო რაღაც, აი ესე, მაინც თუ გიქნა. აი პირველი რა გაციეთ, აი 06 ჟიგული, და გზავრებიანად რაღაც არ ვიცი. მარშრუტკა გავწიდე პირველი. ხალხი იჯდა შიგნით. არა, ხალხის გარეშე. ხო, ხალხის გარეშე, თავიდან ხალხის გარეშე ჯობია. თავიდან კი. მერე დავიწყე ხალხის ერთად გაწევები და ასე შემდეგ. ხო, ესე იგი ჩამოვთვალეთ აგერ ცემენტის მანქანა კიდე თქვით და მეზობლებს თუ ეხმარებით ხოლმე რა. კი, ვეხმარები მეზობლებს ზოგს, მაგალითად მოტორის ამოღებაში მანქანიდან. როცა მანქანიდან მოტორის ამოღება უნდათ, ანუ თან ვერ ეწვით დამჭირე ეს რაღაც. კი. ანუ მთხოვე რომ უნდა დამეხმაროთ და ასე შემდეგ. აკაია იასო რა შვები. არა საღამოს ბატორი მაქვს ამომე კი ბატონო. არ ის რო ეჩხუბება მაგალითად პროფილაქტიკაში რო ეჩხუბება პატრონი კაპუჩებული ბანკარის პატრონი ეს ბატორი კაცო გუში არ ესალა იასოს ბატორო რა იასო კიდე კაი იქნება ისა ბევრი სამეზობლო ხარ ისეთი ხშირი სოფელია მოსახლეობით თუ კი არის პატარა რაოდენობით არის მაგრამ ანუ იქ შეიძლება რომ სიტყვაზე ღმერთმა კარგად აცხოვროს ყვეთმა 100 წელი თუ ვინმე გარდაიცვალა კი ყოფილა შემთხვევა რომელიც დილას სამსახურში მივდიოდი ხო და აი ჩემი პირველი ნიჭერში გასვლა როცა იყო ავტობუსები რო გავწიე ორი ავტობუსი ჯამში 24 ტონის ტონაჟობის თელმა ხელვაჩამმა ჩემი სამეზობლომ იცოდა რა ხო და იყო შემთხვევა რომ დილას მივდიოდი სამსახურში და ჩემი მეზობელი აწყონოს ღმერთმა ხო გარდაიცვალა რა ხო და რომ დამინახეს ანუ გაუხარდე რა იმ დილას ვინმეც არ იყო რომ დახმარებოდა და რომ დამინახეს გაუხარდა და დედამის ეუბნება რომ აგე იასინობიძე არის ვაგონები რო გაწიაო და აგე შეგვასმენებინებსო და დამიძახეს ხო და ანუ სიკეთისთვისაც ვიყენებ ჩემ ძალებს რა მარტო წაიღე ხო და შევასმენეთ სახში რა ანუ მაგალითად ხო წერან მანქანებზე ვსაუბრობ და ჩავარდნილი მანქანაც მაგალითად ალბათ ყველა შეხვედრა თან თოვლიაზე თან ეხლა მაშინ რა ქვია ზამთარში ბათუმში სერიოზული ამბავი იყო კი ყოფილა შემთხვევა სახში მივდიოდი ფეხით ეხლა დიდ თოვლიანობა რა მოგეხსენებათ ყველა იცით ბათუმში ხო და იყო შემთხვევა სახლისკენ მივდიოდი და მეზობელმა დამინახა და აი შენ ხო იამებიდან ამოყავს მანქანები ეხლა უნდა დამეხმარო და უნდა ამომიყვანო თოვლებიდანო რა და მაგაც შევძელი და მაგაც გადავარჯინე მაგაც ერთი სიკეთე მაქვს გაკეთებული ამომიყვანე და გაუშვი სამსახურში დიდი კოშიანი ტრაქტორი ჩავარდნილი ამოწიე გადა საინტერესოა და რაღაც კითხვა ჭამით ამაში აქვს მნიშვნელობა ენერგი ხორცი უნდა ჭამოავს თუ რაღაც კი ხო ჭამასაც აქვს ალბათ 2 ბატკანს ენერგიასაც აქვს სამი ბატკანი არ მყოფნის შეგენაცვალე იმედია ნაკამი მოსული ხარ და უმრობის გარეშე ერთი ბატკას ჭამ არა ნამდვილად არა მაგრამ ნახევარ შევჭამ ნახევარ თუ მშიერი ხარ სამსახურშიო და სადმუშაო სადმუშაობ თუ საიდუმლო არა მუსლიმთა სამმართველოში აჰა იქ შენ მსგავსი რაღაც გავალია
ძიმეების აწევა თუ რა თუ არა მე ლოჯისტიკის სამსახურში ვარ მაგრამ იგივეა იგივეა ხო რამე გაუფუჭდებათ მე მირეგამენ მაინც გენაცვალე ლოჯისტიკის სამსახურშია ნო საინტერესოა ესე იგი იასონ შენ გვარში თუ იყო წინაპრებში ასეთი ვინმე და მემკვიდრეობითი თუა ეს კი ჩემ გვარში იყო ბაბუაჩემის мама ალბათ ხარებს ეწეოდა ძალიან ძლიერი პიროვნება იყო ყველა იცნობს ყველა მიცის ანუ მის ხეობაში მაშინ არ იყო ეს ავტომობილები და ხარებს ჭამდა კერა და წევდა და რაღაც კი ანუ მე რო დავიბადე ჩემ ბებიაჩემს და ბაბუაჩემს უთქვამს რომ ანუ ისკენდერი ერქვა იმ ბაბუაჩემის მამას რომელიც რომ ძლიერი იყო და ანუ ისკენდერის მსგავსი ადამიანი დაიბადაო ანუ ჩემზე ეთქობა ფიზიკურად შვენიერი და გადასარევი ესე იგი ჩემო პაზა რა მინდა რო ვთქვა მე ვიცი რომ იასონ მატონი მარტო არ მობრძანებულა დღეს და თავის შვილებთან ერთად არის მოსული და ვიცი რომ ასეთ სიტუაციებში იგივე ნიჭიერის კასტინგები იყო ეს თუ ნახე მამასთან ერთად არის აბა რა ხო და მე მგონი დღესაც უპრიანი იქნება რომ თავის მამასთან შემოვიდნენ ეხლა რა იასო რა ქვია თუ ვაშკაცებს ალი და სელემი ალი და სელემი სტუდიაში გთხოვთ აპლოდისმენტები აგე რა ერთი აქედან ჩამოუჯექით მამას მეორე იქიდან გენაცვალე მე შეგენაცვალე არა შვილო არის საჭირო გაიხარე მამაზე უფრო ამას და ჩამოუჯექით აი მამას საკეთიკიდან აბა ბიჭებო ეწევით თქვენს რამეს დაიწყეთ უკვე რამის გაკაჩვა ჯერ არა მომავალში პატარა რაღაცა მაინც არა არ გიცდიათ აგენი ეჯახებიან რაგბისტები არიან რაგბში თამაშობენ როთაშორის კარგი მონაცემები აქვს ძალიან მაგრად თამაშობს ო დარწმუნებული ვარო ჯერ მაგრები ყავს რაგბში ჩვენი ბიჭები წარმატება და ესენი თუ შეუერთდებიან და შეუერთდებიან საერთოდ დაიღუპა ყველა ჩვენი აკლა რო კითხე გაწევა თუ გაგიწევიათ რამეო ჯერ აერნაღლეო მოვაკავთ იმრაერი არ ჭირდება თივგე ზაფრის გაწევა და ჩემ შემთხვევაში მე ვეკაჭები აგენი ეჯახებიან ბიჭებო აბა გითხარით გულშემატკივროთ მამას კი არა ესე იგი კაია უკვე ფინალშია თან აი უპრეცედენტო შემთხვევაა კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა რომ ყოველთვის მსგავსი ერთადერთია ნიჭიერი მაგრამ ესეთი დიდ შოუებში ყოველთვის როცა რამე თამაშდება ძვირადღირებული ბინები ერთია ხოლმე და ჩვენი არაჩვეულებრივი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ორი ბინა თამაშდება და ძალიან ბევრი შანსი გაქვთ ამისთვის მე არ ვიცი სად არის ტერიტორიულად ეს ბინა ხო არ გახსოვთ არ მახსოვს ნამდვილად ნუ სადაც არ უნდა იყოს სადაც გინდა გადადგაო დიღომშია ვაკეში გადადგაო ვაკეშია იქ ბათუმში ჩადგაო რა პრობლემა მე იმედი მაქვს რომ ერთ ბინას იასონ მატონი აუცილებლად მოიგებს რა იმრაერი ოჯახი ვაი წაართვებს ვიღაცა გამოგლიჯა ხელიდან მოკლედ ჩემო იასონ ჩემო ბიჭებო ჩვენ წარმატების გარდა მართლა არაფერი და რა ვიცი იქნება ასე და ეს თქვენი შესაძლებლობა თუ გამოგადგებათ იმისთვის რომ ამ ორი ბინიდან ერთ-ერთი მაინც გახდეს თქვენი მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებას მოგვანიჭებს ჩვენ არაფერს მაგრამ მე ახლა ისე ხო ვერ გაგიშვებთ აქედან იმდენი რამე ჩამოთვალეთ თქვენ რომ გაგიწევიათ წაგიღიათ დაგიშლიათ რა ვიცი რა უნდა გავაკეთო ხა ვფიქრობ ისეთი რომ ჩვენ მაყურებელს ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი ქსოვრელები ხო გიყვართ ქსოვრელები კი ხო უსმენთ რა თქმა უნდა სპოტაშოვის თქვენ გადაცემას უსმენთ და ვუყურებ ყოველთვის იქა თქვენთან აპლოდისმენტები ეს შუახევი ხო ხელვაჩაური მოვიკითხოთ ხელვაჩაური აქედან აბა თქვენი თვითმომარჯვეთ და ბინა უნდა მოიგოს იცოდეთ და ყველას ვისაც მოგწოთ მსგავსი ამბები ისა თუ არა ჩამოვა და მაინც მე ხო და იცი რა აი წარმოგიდგენია ხო არ მღერი შენ სიმღერით არა
ცოტას მაინც ცოტა შეიძლება. კარგია, დალევა შეგიძლია? დალევა არ დააძალებ, ახლა რაც არ უნდა, ნუ დააძალებ. არ ვაძალე. არა, ხო შეიძლება კაც თავის გულის ჭია აქვს და ქსოვრელები აქ არიან და რამე სიმღერის ერთი პატარა ნაწყვეტი შეიძლება რომ უნდოდეს და ხო არ გინდა თქო რომ იმღერა. არა, სიმღერით ვერ მიმღერა. მაშინ არა, მაინც მოგვეწონებოდა ჩვენ, მაგრამ რა, კი ბატონო. ახლა кайხასეცი როგორ არ იმღერება, არ არცენობს რომ არ იმღერო, მაგრამ კარგი ხა, ვერ დაგაძალებ ძალაც რომ მინდოდეს, მაგრამ მოდი ახლა მე ესეთ რაღაცას გთავაზობ. აი გოგი ადექი ერთ წუთს ფეხში შემოგელოს ჩემი თავი. თავისი გარმონით რას უნდა იწონიდეს გოგი ახლა? კი. ცემენტის ქარხანა გადავწიეო და გოგია რა. პატ ერთი წუთი შენ წამოდექი ფეხზე თუ შეიძლება. აი ეს ეხლა მადლობა. ეს ორი ადამიანი რამდენი კილო შეიძლება იყოს თავის ინსტრუმენტებით? ორივე ერთად ვთქვათ 150 კილო ორივე ერთად. ორივე ნუ კლარნეტი არ იწონის ახლა მეურს. მე რას გთავაზობ პიციას? მოდი ესენი აიყვანე ხელში და ბიჭები ისე დავამთავროთ დღევანი გადაცემა დაუკრავენ რამეს ყველასთან და რა ვიცი იქნება გამოგვივიდეს და ვნახოთ აბა რა იქნება. კი ბატონო. კი, თან თვითონაც ასე არიან, უკვე მიწაზე აღარ უკრავენ ისე ჩაულებრივად. სულ აერში არიანო ხო მართალი ხარ იძახიან რომ იმას რა ქვია კონცერტები აქვს სულ აერში არიან და კი ბატონო არიან და ჰაგერ ეხლაც აგერ შეძლებს იას რანაირად არ გადაყარო ოღონდ ჭირდება ეს. კარგი მოდი აბა ნახოთ აბა რა გამოვა.